ახლა ვაკეთებ რვიანს, კვანძი ისეთი რაღაცა ერთ ყურებაში ვერ დაიმახსოვრე. რვიანი მზადაა. ეს არის კალნები, საცուցფეხსაცმელი იგივე, რეზინაა, სულ რო არის სრიალო. ეს არის მაგნეზია. ხელი რო გისრიალებს, სხვა სპორტშიც იყენებენ. შეგვიძლია წელზე გაიკეთო, თელიგზე გექნება. აი, სასვლამდე კიდე ერთი ჩეკი. კარაბინს წითელი რო უჩენს არის ღია. დაკეტილი უნდა იყოს უეჭველად. ესეც მუშაობს. კვანძიც სწორია. ყოველ 5 მეტრში ან არ ვიცი 3-ში ალბათ აქ არის ესეთი დაზღვევა. პირველზე თუ მოწყდი, აი დაუშვად ეხლა მე ამ ადგილას რომ მოვწყდი, მაინც მიწაზე დავეცემე, ამიტომ პირველს დიდი ნდობა არა აქვს და დიდი მნიშვნელობა. აი აქედან უკვე მაზღულს. ახლა აქ მაზღულს და ესე ყოველ ნაბიჯზე აკეთებ დაზღვევას. აი ხა კიდე რა არის მთავარი. როგორც კი მიწვდები, ჩასაგდებს. რობია ჩააგდო. ყოველთვის და არა ზედ მიხვიდე. აი დაჭიმე. ბოლომდე მინდა 14 კარაბინი. მე მაქვს 12. ეხა ქვედა ორს მოვხსნი, დამიშვი. ძალიან არ დაჭიმო. დამიშვი. ხა ჩავდივარ რომ სორი დავიმატო. მარაგი შევოს. აქ შემიძლია თვითდაცვა ჩავაგდო. დავისვენო. თუ ამას რო იყენებენ, არის ხოლმე დაკეტილი ეს. ხა ორი საყდენი დასაზღვევად. ერთი ჩემი დაზღვევა, მეორე თოკი. ესეც სადგური ხდება ყველა ბილიკზე. ადიხარ. აქ ორი კარაბინებიც ხდება, მაგრამ ჯობია რომ თან გქონდეს შენი კარაბინიც. ესეთი ჩვეულებრივი სტანდარტული კარაბინები არის ალუმინის წონითაც განსხვავდება. ესენი არის რკინა არა ჩვეულებრივი. და დაზღვევისთვის კაი. და ყველაზე მთავარი არის კავშირი ქონდეს ქვედა ტიპთან რა ყოველთვის. თვითდაცვაზე ხარ, ეუბნები თვითდაცვაზე ხარ, თუ აგძელებ, ისვენებ, რაღაცა ვარდება ქვა და ასე შემდეგ რა ყოველთვის უნდა იცოდეს ქვედა ტიპმა რა ხდება რომ თან ყურადღებით უნდა იყოს. იქ ვიღაცა ნაშომ გაიარა, გოგომ გაიარა, იმას არ უნდა უყუროს რა. ასო აქ უნდა ქონდეს ყურადღება. აი ვაგძელებ. სარი 40 მეტრიანი კედელი. მეორე ხელზე დამჭა მოსაბმელი. ორჩა ქვიქები დავასრულე ხა. ბოლო მომენტი დარჩა. აქ კედელია გამოთხრილი. საჭიდის მაგიურად. აქ უკვე არმატურაზე გადადიხარ. მაინც ჩაჭი უფრო სანდოა. ხა თვითდაცვას ჩავაგდებ. თვითდაცვა. აქ კარაბინი, მომეთოკი, აგძელებ. აქ ორი დაზღვევა თუ გაქვს უმჯობესია, იმიტომ რომ ამ მომენტში მეორეს მოვხსნიდი ჯერ და მე გადავიტანდი. მაგრამ ხა რადგან იქ საყდენი წერტილი უკვე მაქვს, ესეც შეიძლება. აქ ხა ისეთი ამბები დატრიალდება. აი მე უკვე შემიძლია რომ აქ გადავიტანო ჩემი დაზღვევა. ეს თოკი ამოვკრიფო. მოიხსენივსო. ყველაფერი გაათავისუფლე და კვანძიც გახსენი ბოლოში. რომ ამოვიტანო თოკი. ხა ქვიქებში არის თოკი გატარებული და რაღაც რომ გამოვატანო. იმ ქვიქებში ვერ გამოივლის, ამიტომ მე თოქს ამოვყრი და აქედან ახლიდან ჩავუგდებ ამ თოქს.
აქებიდან ამომძვრალია უკვე ყველა თოქი. Tom შემიძლია უკან დავუშვო. ეხლა ამ თოქს ცოტა ხანი აქ დავაპაუზებ. იმიტომ რომ სულ რო ჩავარდეს, აქ ვეღარ ამოვა. სულ რო ჩავარდეს მე ვეღარ ჩავალ. ეხლა ამას ხელი გაუშვი. სიმძიმე ერთ თოქს აწვევა მარტო და არ მაწყობს. Tom ესე გავაჩეროთ აქ. ჩემ კვანძს გავხსნი. ეხლა გადავიდეთ თავარზე. დაგჭირდება მაგნეზია. ახსოვთ ხო ალბათ ისთვისაც ვიყენებთ. ესეც დავამაგროთ, ყველაფერს ვამაგრებთ. ქვემოთ უსაფრთხოებას ვიცავთ. აი ნალჯინის ბოთლი გვაქვს. საბედნიეროდ. კარგად მივცემთ კუთხეებს ეხლა. დავაფრთხელებთ გემრიელად. არ ვიცი რამდენი ნაოჭია. ისიც არ ვიცი. სტანდარტი რამდენი ნაოჭი არის, მოკლედ არაფერი არ ვიცი. კაი, ეხლა გადავდივართ საფინალო მომენტზე. წყალი დავადგათ. მოკლედ ჩემი გეგმა ესეთია რომ გადავიღოთ შემეცნებითი ვიდეოები. თან რაღაც ისეთი მსგავს სახალისო. ეგეთი რაღაცეები. პლუს ამას გადავიღო მწვერვალები, იმიტომ რომ მწვერვალებზე ყველაზე მცირე ინფორმაცია დევს, რაც კი შეიძლება იდოს. რაღაც ციგნებში ან რაღაც მსგავს ადგილებში შეიძლება მოიძიო ისიც უცხოურად. აი ვიღაც ამერიკელები, ვიღაცები ჩამოვიდნენ, სულ ერთია მოკლედ, უცხოელები. გააკეთეს ეგ ციგნი და არსებობს ეგ ციგნი. ისიც არა ყველა მწვერვალზე, ხო და გამომდინარე აქედან გეგმავ რომ მწვერვალზე ასვლებიც გზები რა საიდან არის, როგორ უნდა გაიარო. ეგენიც გადავიღო. კიდევ გეგმავ რომ საზღვარგარეთ ხა ბევრი ტიპი არის. ვინც დადის საზღვარგარეთ, ვინც კონტენტს იღებს, ეგეთი არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ მე მინდა გადავიღო მაგალითად საზღვარგარეთ სალაშქრო ბილიკი, საზღვარგარეთ მწვერვალები. რაც არავინ არ იღებს, არავინ არ აკეთებს. აქედან გამომდინარე, რადგან კონკურენცია არის, მე შემოვიტან მაგ ჯანსაღ კონკურენციას, რომ მე სხვებსაც мотиваცია გქონდეს. ჩამოვიდა? დაგვრჩა მხოლოდ ჩასვლა. კაი, მე ჩემ დაზღვევაზე უკვე დავჯექი. ეს თოკია, რომლითაც უნდა ჩავიდე და იმის დასაზღვევად რომ მე მაგალითად ხელი არ გამეშვას და ეს თოკი არ ჩავარდეს და აქ არ დავრჩი ვიღაცის საშველი. მაგის დასაზღვევად ეგრევე კარაბინში ჩავაგდებ მე. და იქიდან რომ ჩამოვარდეს, ეს კარაბინი მაინც ჩაკიდავს. დაზღვევაზე ვარ ახლა აქტიურად სულ გადართული. ეს არის ჩვენი დაზღვევის მექანიზმი. როცა ვეშვებით ეს კარაბინი არაფერს არ შვება, ამიტომ ღია არის და ეგ არაფერს არ ნიშნავს. როცა ამით ეშვები, მაგ შემთხვევაში თუ ხელი არ გიკიდია თოქზე. თავისით მიდის თოკი. ანუ შენ ვეღარ აკონტროლებ. როცა ხელს გაუშვებ. ამ შემთხვევაში აკეთებ ამ პრუსიკის კვანტს. იმიტომ რომ ეხლა მე ხელი რო გაუჩვა, ეს თოკი მაინც არ წავა, იმიტომ რომ აქ უკვე გაიჭედება. თაში გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როცა ხარ შეიძლება ქვა დაგეცეს ან რაღაც მსგავს მოხდეს. საჭიროა რომ ყოველთვის ამ მექანიზმით დაეშვა. პლუს ამას ეხლა მე თმები გაშლილი მაქვს. როცა ეშვები, თმები გაშლილი არ უნდა ქონდეს, მაგრამ მე რადგან ზემოთ მაქვს ეს დატოვებული, ჩემ თმას ვერ ჩაითრევს. თორე სხვა შემთხვევაში აქ თუ თმა ჩაყვა, მე ამის გამსწორებელი არავინ აღარ არის. ეხლა ამ ქვიქებს რაც დავტოვე გზა და გზა ავხიკავ, როცა ორნი ადიხარ ქვედა ტიპს ამოაქვს ეს ყველაფერი და პრობლემა აღარ არის. მალცისია პრობლემა. როცა აქ ვეშვები ხოლმე ამ კედელზე ერთი ძალიან ცუდი ფრენა მახსოვს. რაღაცა არც ისე სასიამოვნო შეგრძნება სიმართლე რომ გითხრა. ამიტომ ძალიან ნელა ფრთხილად ყველაფერზე ფიქრობ. ის ფრენა გახსოვს და 1000 რაღაცა.
მე ამჯერ საკ დავტოვებ რა. აქ ვიცოცოთ ბარემ ყველა. აი, ჩამოვაგდოს თოპი. კაცკვანს გავაკეთებ და პირდაპირ ჩემთან დარჩება ეს თოპი. რამ დამ 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 დამ. Dörtüne de oturuyor. Al kaç. Oh, şantaras mı kaçıyor bacı.